რიგში, რა თქმა უნდა, უსამძიმრებს სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალებას, მის დაკარგვას. ალბათ თქვენ ჩემსავით ვერ წარმოგედგინათ, რომ ეს დღე დადგებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს დღე დადგა და ახლა უკვე წარსულში გვიწევს ჩვენს პატრიარქზე საუბარი და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მით უმეტეს ბოდიშკეთით, მით უმეტეს ამ გარემოდან, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებულია ემოცია ამ სივრცეში. სამების საკათედრო ტაძრი და გერთვებით პირდაპირ ეთერში და როგორც ხედავთ, აქ დრო არის აბსოლუტურად გაჩერებული, იმიტომ რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქ მოდის ხალხი. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ გადაადგილებაც კი უჭირთ, მაგრამ მაინც მოდიან. ხედავთ დედებს, რომლებსაც მოყავთ ჩვილი ბავშვები და ეს ყველაფერი არის ძალიან ემოციური. მთელი ღამე მემზადებოდი, რომ ჩართვა ყოფილიყო ჩემი ემოციების გარეშე, მაგრამ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ აქ მობილიზებულია აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან მოწესრიგებულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია და მართლა შეგვიძლია ვთქვა თამამად, რომ დრო არის გაჩერებული, იმიტომ რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აქ არ წყდება ნაკადი. მოდის ხალხი და რაც მთავარია, ყველა არის ჭირისუფალი, იმიტომ რომ ერთმანეთს კი არ ესალმებიან, ერთმანეთს ეუბნებიან ვიზიარებ და სწორედ ამიტომ არის განსხვავებული გარემო და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატრიარქმა არ ვიცი მე რამდენად, მაგრამ მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გააერთიანა. აქ სულ 5 წუთითაც რომ გაჩერდეთ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, თქვენ მოისმენთ ისეთ ისტორიებს, რომლებიც მიგახვედრებთ თუ რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის პატრიარქი. სწორედ ასეთი ისტორიები მინდა გაგიზიაროთ ახლა და ჩემთან ერთად არის ბერი ანდრიას დედა თინათინი, რომელიც მინდა მოვიწიოთ ჩემთან და მადლობა პირველ რიგში რომ ინტერვიუზე დაგვრთანხმდით. თქვენი და პატრიარქის ურთიერთობა იწყება ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მამა ანდრია, როდესაც იყო ცოცხალი. თუ შეგიძლიათ ის ისტორიები, რომელიც მე მომიყევით, ახლა ჩვენს მაყურებელსაც გაუზიაროთ. მოგესალმებით, მეც უერთდები მის ამძიმრებას. დღეს მართლა სრულიად საქართველო და არა მარტო საქართველო, ნუ ჩვენ რა თქმა უნდა დავობლდით და ჩვენი პატრიარქი იყო ნამდვილად ეპოქალური ადამიანი და ეს ძალიან ბევრმა შეაფასა. ხოლო მამა ანდრიაზე და პატრიარქის ურთიერთობაზე და ჩვენი ფონდისა და პატრიარქის ურთიერთობაზე მინდა გითხრათ ის, რომ მამა ანდრიას დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უფლის შემდეგ მართლა პატრიარქი უყვარდა ყველაზე ძალიან და სულ ლოცულობდა და განსხვავებული სიყვარული ჰქონდა და როდესაც ოპერაციის წინ ჩვენ აქ მოვიყვანეთ, მამა ანდრია ძალიან გვინდოდა რომ პატრიარქს დაელოცა და მაშინ კიდევ ნუგზარმილორავა იყო და ძალიან ბევრი ხალხი იყო თვითონ საკურთხეველში და მამა ანდრიას არ საშუალება არ იყო უკვე რომ ვლადიმერმა მიიყვანა მისმა მეგობარმა და უნდა გასულიყო ყველა ამასობაში. ვლადიმერს უთხრა მამა ანდრიამ, რომ აქ ხო მოვხდი უკვე საკურთხეველში მასთან ერთად ვარ და მადლი მივიღე უკვე, ვლადიმერ წამოდი ნუ წუხარო და ამასობაში უცებ გაჩუმდა თავი, დახარა თვალები, დაბლა დაწია და ვლადიმერი უნება რატუქენი ესეო შეიშინდა, ცუდად ხო არ გახდიო და გაჩუმდი თავი, დახარე პატრიარქი ზუსტად ეხა ჩვენ გვიყურებსო და ვლადიმერმა მე უცებ პატრიარქს შევხედე თვალებში და პატრიარქმა მანიშნა რომ მოდითო და დაუძახა მამა ანდრიას, ძალიან ბევრი ესაუბრა მას, დაალოცა ძალიან ისე მოეფერა, ძალიან დიდხანს დააყომდა და აჩუქა ხატები და ერთ-ერთი იყო ესეთი დიდი ოგდიგიტრიას ღვთისმშობლის ხატი, როდესაც გამოვიდა მე ტაძარში ველოდებოდი, ის ჩახუტებული ჰქონდა ეს ხატი და მითხრა, დედა, ნეტა რა გზას მიჩვენებს პატრიარქი, რატომ აჩუქა მაინდა-მაინც ეს ხატი? აი სწორედ მაშინ განმტკიცა ის მისი სურვილი ბერობის და ღვთისშეწევნით, პატრიარქის კურთხევით მამა ანდრია 17 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და ძალიან ბევრს ლოცულობდა მამა ანდრია და ეს იყო ჩემთვის ძალიან ისეთი ძალიან ბევრი ისტორია მაქვს, რა თქმა უნდა. ასევე ჩვენი ბავშვებით ყოველ წელს მოვდიოდით, გლოცავდა ბავშვებს, ყოველი რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი გზის წინ აუცილებლად გვღებულობდა და ეს იყო უდიდესი ნუგეში და ესეთი რამე მინდა გავიხსენო უბრალოდ ბოდიშით ჩემი პაწეწინა საბა მენაბდე შვილი, რომელიც ძალიან მთელი გულით ემზადებოდა ამასთან შესახვედრად და მითხრა რომ მე დღეს ლექსი დავწერე, პატრიარქს უნდა წაუკითხო 4 წლის საბამ დაწერა ლექსი და როდესაც პატრიარქს ვუთხარით რომ ლექსი დაწერაო, პატრიარქს წამიკითხოსო და წაუკითხა და ლექსი იყო ესეთი რამოდენიმე სტრიქონით, ღმერთო გადაარჩინე, ღმერთო გადაარჩინე, ღმერთო გადაარჩინე, აი
ვაღნები. გურიიდან იყო საბა და მინდა მათ ძალიან უხარიათ. ამის თქმა მინდა რომ ჩვენ ძალიან წუხვართ, ძალიან მტკივა სიცარიელის გრძნობა გვაქვს, მაგრამ სეციურ საქართველოს დღეს წარმოდგენილი მაქვს როგორ უხარიათ რომ პატრიარქი მათთან ერთად იქნება და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩემს შვილს მამა ანდრიასთან ერთად პატრიარქი ჩაიხუტებს გულში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა დედათინათინ, მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ახლა მინდა მოვიწიო დავით ცინცაძე, რომელსაც ჩვენი მაყურებელი რა თქმა უნდა კარგად იცნობს, ვიდრე ჩვენ ეთერში შემოგიერთდებოდით. შავნაბადას მგალობელთა გუნდი გალობდა ტაძარში. ახლა დათო ჩვენთანაა და დათო მე ვიცი რომ შენ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და გულისხმობ ფრაზს თავად ამბობდი რომ 13-14 წლიდან დავიწყე მასთან ურთიერთობა, მან შემაყვარა ტაძარი, გალობა და ასე შემდეგ ჯვარიც დაგწერა პატრიარქმა დაგლოცეთ კი ბატონო და რა მაინტერესებს ისიც ჩვენ ვიცით კამერების წინ როგორი იყო ანუ გვინახავს საბედნიეროდ მე მქონია ბედნიერება იმისა რომ მე ნახა დაველოცე და ასე შემდეგ მაგრამ აი შენთან სხვა ურთიერთობა ჰქონდა მას როგორი იყო თქვენი ურთიერთობა ეს ფორმალობას მიღმა არა მარტო ჩემთან არამედ ვინც მას შეხვედრია ვისაც გაუტარებია მასთან 30 წამიც კი ერთ-ერთზე ყველა გრძნობდა იმ სისადავეს რაც მას განსაკუთრებით ჰქონდა და დღეს აქ როდესაც მოვედი ტაძარში და ჩვენ პანაშვიდის დროს ვიგალობით ორი განცდა დამეუფლა ერთი მაცხოვრის სიტყვები გამახსენდა ნუ მტირმე დედაო რამე თუ აღვზდեք და ვიყო ღმერთთან ერთად და მეორე განცდა პირველად დავინახე ჩემ ცხოვრებაში როგორ ვერიტევს ისტორიის ფურცლები გენიალურ სისადავეს. ამას ისტორია ალბათ ვერ აღწერს, ამას ისტორია ვერ იტყვის, რამხელა სიყვარულია და რამხელა ნუგეშია ხალხის. იცით, დიდ სევდასთან, დიდ ქვეყნის მწუხარებასთან ერთად ტაძარში შესვლისას პანაშვიდზე გალობის დროს ისეთ ნუგეშს გრძნობ, რომ საკუთარი თავის გეუცნაურება და ეს ის მადლია, რომელიც პატრიარქს ყოველთვის თან ჰქონდა ხოლმე, რომ მასთან შეხვედრის დროს გრძნობდი იმ დიდ მადლს, რასაც არასდროს და ვერასდროს სხვაგან ესე ვერ შეიგრძნობდი. მე მქონდა პატივი სვიმონ ჯანგულაშვილის წყალობით ამ გუნდის ხელმძღვანელი არის და იყო მაშინაც როცა ჩვენ 15-მდე წელი ვიგალობეთ პატრიარქის გუნდში ქორწინებამდე დაგლოცა ოჯახთან ერთად მქონდა ძალიან თბილი ურთიერთობა არა მხოლოდ მე გუნდის ყველა წევრს ეს იყო შემთხვევა სადაც აი ფეხზე ქცივა ახლა ფეხსაცმელები უნდა გაჩუქო დიდი გაქვს ეხა წინდები აბა ჩაიცვი აბა გაიარე გიხდება ძალიან თბილი ურთიერთობა აი იშვიათად თბილი ურთიერთობა და სხვათა შორის ყველა აღნიშნოს რომ ვინც მას უშუალოდ იცნობდა ყველას ეგონა რომ ის განსაკუთრებით უყვარდა პატრიარქს ხო იყო ასე ყველას პატრიარქი იყო სახალხო პატრიარქი იყო და მან შეძლო რომ ადამიანის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გულებში შეაღწია არა მხოლოდ წიგნით არა მხოლოდ შემეცნებით არამედ უშუალო სიყვარულის დამოკიდებულებით აი რა არის მადლი და სისადავეში როგორ შეიძლება რომ აჩვენოს სხვა სიყვარულის ფორმა როგორ შეიძლება მას ჩაეხუტო და მან დაინახოს ღმერთი შენი წყალობით ეს ჩვენმა უწმინდესმა შეძლო ხშირ შემთხვევაში ისე რომ ალბათ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა დალოცვილი ყავს მას უშუალოდ შეხებით და ვინც არა კიდე აი მათაც ძალიან დიდი განცდა აქვს ზოგი დიდი სიხარულით მოდიოდა და მეახლებოდა მას ზოგი დიდი მგლოვიარობით თუმცა ის მადლი რაღაც სხვანაირი განცდა შესვლის დროს და ამიტომაც ჩვენი მოქალაქეები მართლა მწყობრად დიდი თბენით აი მე ვისურვებდი რომ შეგვინარჩუნდეს ის ერთიანობის განცდა ერთმანეთის დათბენა და ისეთი მოწესრიგებულობა რომელიც აი აქ ხდება თვითონ მოქალაქეებს შორისაც. ძალიან დიდი მადლობა და ნამდვილად ასეა უხმოდ მიმდინარეობს რიგი მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არ წყდება ნაკადი ასე რომ აუცილებლად თითოეული ჩვენგანი უნდა მოვიდეთ რა თქმა უნდა და პატივი მივაგოთ უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი მე გემშვიდობებით ყველას და მე პირადად ვგონია რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ძალიან იღბლიანები რომ ამ ზიანი ღამის ეპოქაში პატრიარქთან ერთად მოგვიწია ცხოვრება გემშვიდობებით და მისი სიტყვებით დავასრულებ საუბარს ყველამ წესად დაიდეთ ღამე ისე არ და დღე ისე არ დაღამდეს რომ ერთი ადამიანი მაინც არ გაახაროთ და ამის ძალას გისურვებთ ყველას დროებით